თბილისის მშრალი პორტი ტვირთების მისაღებად მზადაა. თანამედროვე საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულებულია. პორტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტია, რომელიც კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებაში საკვანძო როლს შეასრულებს. ტერმინალთან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებიდან დაკავშირება მოკლე დროშია შესაძლებელი, რაც პორტს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ლოგისტიკურ ცენტრად აქცევს. ეს არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი, რომელიც შეემატა ჩვენს ქვეყანას და ეს ობიექტი ჩვენს საზღვაო პორტებთან ერთად, როგორც არის ფოთის, ბათუმის და შემდეგ უკვე ანაკლიის პორტები, საკვანძო როლს შეასრულებს კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებაში. ის არა მხოლოდ ქართულ პორტებს მოემსახურება, არამედ საერთაშორისო საზღვაო ხაზებისთვის საკონტეინერო ჰაბის და დეპოს ფუნქციასაც შეასრულებს. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს კონტეინერების დამუშავების და გადაადგილების ოპერაციებს, განსაკუთრებით კი ჩინეთიდან და შორეული აღმოსავლეთიდან შუა დერეფნის მეშვეობით გადაზიდული ტვირთებისთვის. არსებული ინფრასტრუქტურით პორტს წელიწადში 100,000 კონტეინერის დამუშავება შეუძლია. ეკონომიკის მინისტრის შეფასებით მსგავსი ინფრასტრუქტურა შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის აუცილებელი ელემენტია. ლევან დავითაშვილმა ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში ბოლო წლებში არსებულ დადებით ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ თბილისის მშრალი პორტი ამ მიმართულებით კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ეს არის ახლებური მიდგომა ზოგადად სატრანსპორტო ლოგისტიკურ ოპერაციებში, როდესაც ჩვენ შეგვიძლია უკვე დედაქალაქთან ახლოს, ანუ სახმელეთო ტერიტორიაზე მოვახდინოთ ისეთი ტიპის ლოგისტიკური ოპერაციები, ისეთ დავამუშავოთ ტვირთი, რომ შევამციროთ გარკვეული ზეგავლენა წნეხი ჩვენ საპორტო ინფრასტრუქტურაზე. იმედი მაქვს, რომ სულ მალე ეს პორტი იქნება დამატებითი რგოლი, რომელიც დაეხმარება არა მხოლოდ ფოთს და ბათუმს, არამედ ანაკლიის პორტს და ანაკლიის პორტისთვისაც იქნება ერთ-ერთი შემავსებელი ინფრასტრუქტურა. თბილისის მშრალი პორტის პროექტის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობს აბუ-დაბი პორტს გრუპი. პირველ ფაზაში ინვესტიციების მოცულობამ 21 მილიონი დოლარი შეადგინა. პორტის გახსნას არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი დაესწრო, რომელმაც საქართველოს მთავრობასთან წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა სამომავლო გეგმებს, რომლებიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვის 1,5 მილიარდ დოლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. ჩვენ ვაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან სტრატეგიულ გლობალურ პარტნიორობას. თბილისის ინტერმოდალური მშრალი პორტი არის კომბინაცია იმ ძლიერი პარტნიორობისა და შეთანხმებისა, რომელსაც ხელი მოვაწერეთ საქართველოში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის სახით. ჩვენი თანამშრომლობის საფუძველზე, რომელიც განსაკუთრებულ ტარიფებზე იქნება დაფუძნებული, საქონლის 95% გატარდება ამ პორტის საშუალებით. გაძლიერდება საქართველოს სავაჭრო პარტნიორობა მთელ მსოფლიოსთან ჩვენ ერებს შორის. თბილისის მშრალმა პორტმა როგორც საბაჟო ზონის ავტორიზაცია, ასევე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და უსაფრთხოების სერტიფიკატი მიიღო. ტერმინალში მოწყობილია სარკინიგზო ჩიხები, სასაწყობე სივრცე, სხვადასხვა ტიპის ამწე-ტექნიკა და სერტიფიცირებული სასწორები. თბილისის მშრალი პორტი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრი. ეს არის ხედვა, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული, უფრო გონივრული და მდგრადი ლოგისტიკური სისტემის შექმნას. ჩვენი საოპერაციო შესაძლებლობები წლიურად 200,000 კონტეინერს მიაღწევს, ორივე ფაზა ერთად კი 195,000 კვადრატულ მეტრზე განვითარდება. ჩვენ რაც გაგვაჩნია საქართველოში საექსპორტო ტვირთები, გარკვეული რაოდენობა ტვირთების ზუსტად აქ მოხდება კონტეინერში და შემდეგ მოხდება მისი ტრანსპორტირება ფოთსა და ბათუმში და აგრეთვე ჩვენი ორიენტირებული ვართ ზუსტად რომ ვიყოთ დამაკავშირებელი ცენტრალურ აზიასა და საქართველოს ნავსადგურებს შორის. მშენებლობის მეორე ფაზაში დაგეგმილია საკონტეინერო ეზოს გაფართოება, სარკინიგზო ჩიხის დამატება და თანამედროვე A-კლასის ტიპის საწყობის მშენებლობა. პროექტის ჯამური ინვესტიციების მოცულობა 60 მილიონი დოლარი იქნება.